ძალიან მიყვარს მექსიკური სამზარეულო, მაგრამ ბათუმში ის რატომღაც ძალიან იშვიათია. რასთან არის ეგ დაკავშირებული? ნამდვილად არ ვიცი. თუმცა გორგილაძის 20 ნომერში ვიპოვე ადგილი, რომლის სახელიც არის მუჩაჩო და მან დამზადებენ ტაკოს. მოკლედ ხელში მაქვს კლასიკური ტაკო, რომელშიც არის გამოყენებული ქათმის ფილე. არ ვიცი რატო, მაგრამ გლოვოზე ამის ფასი არის 19 ლარი და უშუალოდ მანდ რომ მივედი, დამეჯდა 20 ლარი. ვიღაც სავარაუდოდ იტყვის, რომ დიდი ალბათობით შეფუთვის გამო დაგიმატეს 1 ლარიო, თუმცა ფასი მითხეს იქამდე სანამ უთხარი რომ წაღებით მინდა. ოკეი, კარგი, პატარა კომისიო. სიტყვაზე რაც შეეხება ტაკოს, ცხოვრებაში მაქვს რამოდენიმეჯერ დაგემოვნებული და ყოველ ჯერზე კმაყოფილი ვრჩებოდი. იმედი მაქვს რომ ეს არ გამიცრუებს იმედებს. ოკეი, შეფასების დროა. როდესაც პირველად დავინახე ეს ტაკოები, ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ თითქოს და არ მომეწონებოდა. თუმცა დაგემოვნების შემდეგ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალურია. ნივრი соуსი ასე თუ ისე უხდება სხვა ინგრედიენტებს. მე რატომღაც მეგონა, რომ აქ соуსად იქნება გამოყენებული ან სალსა, ან guacamole. ისო? აი ახლა იცით რა მივხვდი? მეორე ტაკო რომ დავაგემოვნე, შიგნით აღმოჩნდა სალსა. ოკეი. საინტერესო მიდგომა. თრისკმა შემეძლია. ბოსტნეული კარგი არის, ნივრი соуსი და სალსა ცუდი ნამდვილად არ არის და რაც შეეხება ხორცს, მშრალია. თუმცა ისევ соуსი საკაიფოდ ქერავს. ნორმალური ტაკოა. ვერ ვიტყოდი რომ ყველაზე გემრიელი არის, რაც კი ჩემს ცხოვრებაში დამიგემოვნებია, მაგრამ ამავდროულად ვერ ვიტყოდი რომ ყველაზე საიზღარი ტაკოა. ისევ აქ არის ერთი მინუსი. მე ჭვება რომ ამ 3 ტაკოთი დანაყდეთ. თუმცა როგორც ზაკუსკა რატომაც არა.